ბათუმის საქალაქო სასამართლომ ჟურნალისტი მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვა. ჟურნალისტსა და გამოცემა ბათუმელების დამფუძნებელს ბრალი პოლიციელზე თავდასხმისთვის აქვს წაყენებული. მოსამართლეს სახელაშვილმა მიიჩნია, რომ არსებობს მზია ამაღლობლის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე. წინა სასამართლოს ხდომა კი 4 მარტისთვის დაინიშნა. ამაღლობელი პროცესზე მარია რესას წიგნით მივიდა, როგორ დავამარცხოთ დიქტატურა. ბათუმელების ჟურნალისტი დაკავებულია იმის გამო, რომ მან სილა გააწნა ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძეს, რომელიც მანამდე ამაღლობელს აყენებდა შეურაცხყოფას და გამოირჩეოდა პროვოკაციული ქმედებებით. პროცესი ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა ადგილზე, დაკავებულისთვის მხარდასაჭერად და სოლიდარობის გამოსაცხადებლად მივიდნენ ამაღლობლის კოლეგები სხვადასხვა მედია საშუალებებიდან. ნათია ტრაპაიძე მოგვიყვება დღევანდელი ხმაურიანი სასამართლო პროცესის შესახებ. უნდა ითქვას, რომ დაახლოებით 2 საათის განმავლობაში ბათუმის საქალაქო სასამართლოს ხდომათა დარბაზში ხდომა მიმდინარეობდა საკმაოდ მშვიდ გარემოში და მოსამართლე დიდი ხნის განმავლობაში ისმენდა მხარეთა პოზიციებს გადასაწყვეტ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა ხმაური დაიწყო სასამართლო დარბაზში მას შემდეგ, რაც მოსამართლემ წარმოთქვა წინადადება, რომ აკმაყოფილებდა პროკურატურის შუამდგომლობას, შესაბამისად მზია ამაღლობელს ტოვებდა წინასწარ პატიმრობაში. ამ გადაწყვეტილების მისაღებად მოსამართლეს სახელაშვილს არ დასჭირვებია დრო, რომ გასულიყო სათათბიროდ, მან ადგილზე მიიღო ეს გადაწყვეტილება და თქვა, რომ სრულად იზიარებდა, უпростоრად ნაწილობრივ იზიარებდა პროკურატურის შუამდგომლობას, ერთადერთი რაშიც არ დაეთანხმა პროკურატურას ის არის მიმალვის საფრთხე, რომელიც მისი შეფასებითაც არ იყო რელევანტური მზია ამაღლობელთან მიმართებაში. სამაგიეროდ თითქმის სრულად გაიზიარა პროკურატურის ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, რომ მზია ამაღლობელმა საკმაოდ მძიმე დანაშაული ჩაიდინა მას შემდეგ, რაც ის გათავისუფლდა ადმინისტრაციული წესით დაკავების შემდეგ და დატოვა პოლიციის იზოლატორი, გამოვიდა თუ არა მას შემდეგ ესევე მოახდინა ფიზიკური თავდასხმა ბათუმის პოლიციის უფროსზე. ზოგადად დღეს პროკურატურა ცდილობდა წარმოეჩინა, რომ გამოცემა ბათუმელების და ნეტგაზეთის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი იყო რეციდივისტი, საკმაოდ საშიში დამნაშავე, რომელიც არ უნდა იყოს თავისუფლებაზე, რადგან წარმოადგენს საფრთხეს საზოგადოებისთვის. ისინი საკმაოდ დიდი ხანი ამტკიცებდნენ და აპელირებდნენ იმაზე, რომ ეს დანაშაული ადმინისტრაციული წესით დაკავების და გათავისუფლების შემდეგ იყო ჩადენილი. შესაბამისად, მოსამართლემ სრულად გაიზიარა პროკურატურის ეს მტკიცება და მან ჩათვალა, რომ იმ შემთხვევაში თუ გამოიყენებდა გირაოს, მაგალითად, რომელიც შეთავაზებული ჰქონდა იურისტებს და დაახლოებით 100,000 ლარის თანხას ასახელებდნენ ადვოკატები, მაშინ შესაძლოა მზია ამაღლობელს ჩაედინა ახალი დანაშაული და მოეხდინა თუნდაც მოწმეებზე ზემოქმედება, იმ მოწმეებზე, რომელიც პოლიციაში ჯერ გამოკითხულიც არ ყავს. ფაქტია, პირველი გაგებულება, ავტორი მზია, სულ რამდენიმე წუთის წინ თავისუფლდება დაკავებიდან. მას აბსოლუტურად გააზრებული აქვს, რომ მას შეეძლო თავისუფლება, იმოსვლის ხდება, აბსოლუტურად გაიაზრა ეს ფაქტები და გაზიარებული იქნა. ალბათ სამართლის მხრიდან ავტორი მზია პიროვნება, რომ ის იყო ქალბატონი, შესაბამისად ეს გადამოგვიყვება იმოსვლის შეგვიძლია გაზიარებული. თანაშემწეების მხრიდან აბსოლუტურად თავისუფლდება ადმინისტრაციული დაკავებიდან ხელწერების საფუძველზე. შესაბამისად, სწორედ ამ ფაქტს აქცევს სასამართლო პროკურატურა და ანიშნებს ძალიან მნიშვნელოვანი გადმოებას, რომ ამ პირობებში არ უშევლო ჩაიდინეს ხოლმე საფუძველზე ეს მოგიდებებს გადაგიხდა სასამართლო შემადგენლობის მხრიდან, თუმცა ფაქტი ის, რომ ავტორი მზია ინდივიდუალისტის წინ სწორედ დაახლოებით უმალვე ფაქტობრივი გადმოების
რუსეთის სასამართლო სასამართლომ გაიზიარა ძირითადად ის გარემოება, რომ ახალი დანაშაულის ჩადენა თუ შეიძლება რომ პოლიციელზე თავდასხმა არის სახეზე შემოტრიალებული როგორ სახეზე ხედავ სწორედ ეს გარემოება თუ ეს ადამიანი გაჩერდება გაიგონებ ჩემს ხმას თუ ეს დავიმიეთ დემაგოგი რა უნდა თქვა ახლა ადვოკატი რატომ არ ყავდა მზია შეკითხვები გაქვთ სამი საათი ქვია მე ადვოკატებს რა შეეხება რატომ დაურიგეთ გესმი ჩემს აპელირებდა დაცვის ხარე რომ დაცვის უფლება შეიზღუდა დაცვის უფლება არ შეზღუდულა ვინაიდან 12 იანვარს 00:52 წუთზე როცა იქნა დაკავებული იქ პოლიციის დაწესებულებაში შეყვანიდან 28 წუთში უკვე სახალხო დამცველის წარმომადგენელი იმყოფებოდა მახა ეს ერთი და დაკავების შემდეგ უკვე იმყოფებოდა ორი ადვოკატი თქვენ არა 3 საათი ვერ შევიდა ბატონო ვლადიმერ ჩვენ იქ ვიყავით მთელი ხამის განმავლობაში და 3 საათის განმავლობაში ვერ შევიდა ადვოკატი დღევანდელი გადაწყვეტილებით ფაქტობრივად სასამართლო მთელი პროცესუალური ნორმების დარღვევით იმისჭელა და იყო გაგრძელება იმ უკანონობის იმ სამართალდარღვევის რაც დაიწყო მზიას დაკავების წუთიდანვე და დღევანდელი შედეგიც ასე ვთქვათ იყო შესაძლებლობა სასამართლოს დაეცვა ადამიანის უფლება თავისუფლება და შანსი მიეცა დაებრუნებინა სასამართლოს ნდობა საზოგადოების მხრიდან ეს ვერ ვიხილეთ შესაბამისად ბრძოლა ფორმალურად სამართლებრივად რა თქმა უნდა გაგრძელდება დღევანდელ პროცესს მზია ამაღლობელი ძალიან ბევრი გულშემატკივარი ესწრებოდა სასამართლოს ხდომის დარბაზში იმყოფებოდნენ როგორც ადგილობრივი მედიის ბათუმელების და ნეტგაზეთის თანამშრომლები, ასევე სხვა ჟურნალისტები, მათ შორის თბილისიდან სპეციალურად პროცესისთვის ჩასული ჟურნალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, იურისტები. პროცესის დასრულების შემდეგ გადაწყვეტილების მოსმენის და მოსამართლის განმარტების მოსმენის შემდეგ ყველა ამბობდა, რომ ქვეყანაში უკვე ცალსახად არის ივანიშვილის დიქტატურა. და მზია ამაღლობელი არის პირველი მსხვერპლი მედიიდან, რომელიც ივანიშვილმა დააკავა და დასაჯა საჩვენებლად. ძალიან მიჭირს ახლა კომენტარის გაკეთება. ჩვენ ვიცით ძალიან ბევრი გახმაურებული საქმე, ძალიან ბევრი დაზარალებული და არ ვიცით დაკავებულები. და რეჟიმს ყავს, რუსულ რეჟიმს ყავს პატიმარი მზია ამაღლობელის სახით, ქალი, რომელმაც შექმნა საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო და რეპუტაციულად მაღალი რეპუტაციის მქონე მედია საშუალება. დღეს არის დაპატიმრებული. მისი არანაირი საჭიროება პატიმრობაში დატოვების არ არსებობდა აბსოლუტურად, მაგრამ ეს იყო პოლიტიკური, ეს იყო რეჟიმის, ეს იყო რუსული გადაწყვეტილება. ივანიშვილის ხელის ბიჭები. ფორმალურად რაღაც მოსამართლე, ფორმალურად პროკურორი და ასე შემდეგ. ეს არის ივანიშვილის რეჟიმი, რომელიც საქართველოს იპარავს და დამოუკიდებელ ადამიანს სილოს მოაცილებს. ეს არ ხალხს არ გააჩერებს, ეს ჩვენ არ გვაგაჩერებს. თავისუფლება მზია, სოლიდარობა ყველა პოლიტპატიმარს ეს ხალხი გამოვა და ეს არის მორიგი დასასრული. ამ რეჟიმის კიდე მორიგი ქვა რომ დასრულებიან საბოლოოდ. ივანიშვილს აქვს დიქტატურა, მზია არის პირველი მსხვერპლი ქართული მედიიდან, რუსული რეჟიმის ასე ფართო დამოქმედების შემდეგ დააპატიმრეს პროკურორი. ეს პროკურორი, ეს ვინ არის საერთოდ? ამტკიცებდა რომ მზია არის რეციდივისტი, ვინმე დაიჯერებს მაგას, მაგრამ ყველაფერი ჯიბეში აქვს ჩასმული და დაიჭირეს წაიყვანა. ზედმეტია ნებისმიერი სიტყვის თქმა, ეს არის გაფორმებული დიქტატურა. რა თუნდა ამას თქმა, ეს არის სახეზე. ეს არის წარმოუდგენელი, რომ დღეს მზია ამაღლობელი უნდა ორთვია პატრიოტიზმის პატრიოტიზმის. შინ მართლა გითხრათ, მე არ მქონდა ბევრისგან განსხვავებით მოლოდი
მივდინი, რომ გაათავისუფლებდნენ მიუხედავად იმისა, რომ ვიცი, რომ ადვოკატებმა ბრწყინვალედ გაართვეს დაცვას თავი, მაგრამ მე მგონია, რომ ამ პროცესის ბედი თავიდანვე გადაწყვეტილი იყო, როგორც კი მოხდა მზიას დაკავება და ამიტომ სიმართლე გითხრათ ეს შედეგი არ გამკვირვებს. ცხოვრობ დიქტატურაში, ეს გადაწყვეტილება მოსამართლეს არ მიუღია, მოსამართლე არის რიგითი ჯალათი, პროკურორი არის ჯალათი, პოლიციელი არის ჯალათი და მთავარი ჯალათი არის ივანიშვილი. ივანიშვილმა რუსებმა, რუსულმა რეჟიმმა გამოამწყვდია მზია დღეს ციხეში. მაგრამ ჩვენ დავამარცხებთ ამ რეჟიმს. ეს რეჟიმი ვერ გაიმარჯვებს ქართულ ხალხზე. შენობას აწერა რომ სასამართლო და სინამდვილეში წითელი ჯვარი დაასვეს და გააუქმეს. ეს არის უბრალოდ ცარიელი შენობა, სამართალი რა არის ამ ქვეყანაში უკვე აღარავის არ ესმის, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ქვეყანაში სამართლის შინაარსი განადგურებულიყო. დღეს ამას შემსწრევართ, განსაკუთრებულად ვართ დღეს ამის შემსწრე, იმიტომ რომ ზია ამაღლობელს რო პატიმრობას მიუსჯი, ეს იმას ნიშნავს, რომ მართლმსაჯულება საერთოდ მკვდარია და ის მოკლა ბიძინა ივანიშვილი. ხალხნო არც სამართალი გვაქვს ქვეყანაში და არც სასამართლო გვაქვს და სათავე ზევით ამღრეული და თუ ესენი არ მოვიშორეთ, ყველა ვართ ამ საშიშროების ქვეშ. ამიტომ გაასმაგებით უნდა შევცვალოთ ეს რუსული რეჟიმი, რომელსაც მივყავართ დიქტატურისკენ და იმ ადამიანებს, ვინც ამათი კოცების მადიდებელია, იმათ ვეუბნები, რომ მათი შვილებიც იცხოვრებენ ამ უსამართლო ქვეყანაში, მათთანაც მოვა ურმით უსამართლობა. ასე რომ გაასმაგებით ვიბრძოლებთ, არც მზია ამაღლობელს დავთმობთ და არც იმ რეჟიმის პატიმრებს. მზია ამაღლობელს პენტენციურ დაწესებულებაში სავარაუდოდ რამდენიმე საათში შეასახლებენ, სადაც ის დაელოდება მისი საქმის უკვე არსებით განხილვას, მაგრამ მანამდეც იქნება სავარაუდოდ პროცესი. დღეს ადვოკატები ამბობდნენ, რომ აუცილებლად გაასაჩივრებენ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის მიერ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით და სავარაუდოდ რამდენიმე დღეში უკვე ამ საქმის განხილვა მოხდება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში.